მოგესალმებით. ოდესმე დაფიქრებულ ხართ, რატომ შეიძლება რომ სადღაც ევროპაში ქუჩაში მოსეირნე ქართველი იტალიელში აგერიოთ, ან პირიქით. აი ეს მსგავსება თურმე მხოლოდ გარეგნობას არ ეხება. დღეს ჩვენ ერთად შევეცდებით გავშიფროთ საიდუმლო, რომელიც ათასობით წლის წინ ჩვენს დნემაში ჩაიწერა და ამ ორ ერთი შეხედვით ძალიან შორეულ ერს საოცრად აკავშირებს. დიახ, ალბათ ბევრ თქვენგანს გაუულია თავში ეს კითხვა. მაგრამ დამიჯერეთ, პასუხი ბევრად უფრო ღრმა და საინტერესოა, ვიდრე უბრალოდ გარეგნული დამთხვევა. ეს კითხვა ფაქტობრივად გვაიძულებს, რომ ძალიან შორს ჩვენს საერთო გენეტიკურ ისტორიაში ჩავიხედოთ. ხო, ამ კითხვაზე პასუხი თანამედროვეობაში კი არ იმალება, არამედ შორეულ წარსულში. ეს არის ამბავი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა არა წიგნებში, არამედ თვითონ დნემის სახით დაგვიტოვეს. მოკლედ, ეს არის ამბავი მიგრაციაზე, იზოლაციასა და საბოლოო ჯამში გასაოცარ საერთო მემკვიდრეობაზე. კარგი, მზად ხართ ამ გენეტიკური დეტექტივისთვის? ჩვენი გამოძიება 5 ეტაპად წარიმართება. პირველ რიგში გავშიფროთ ქართული გენეტიკური კოდი. მერე იტალიის მრავალფეროვან გენეტიკურ ლანდშაფტში გავემგზავრებით. მესამე ეტაპზე ამ ორ სამყაროს ნეოლიტის ეპოქის ძაფებით დავაკავშირებთ და ბოლოს საბოლოოდ ამოვხსნით კავკასიური კავშირის საიდუმლოს. მოდით დავიწყოთ. დავიწყოთ, რა თქმა უნდა, საქართველოდან. სანამ იტალია შევეხებით, ჯერ უნდა გავიგოთ, რა საიდუმლოებს ინახავს თავად კავკასიის გენეტიკური რუკა. თავისი რთული ლანდშაფტით ჩვენი რეგიონი უძველესი გენეტიკური ისტორიების ნამდვილი საგანძურია. სანამ ციფრებზე გადავართ, მოდით ერთი ძირითადი ცნება განმარტოთ მარტივად. Y-ნენემ ჰაპლოგრუპი, წარმოიდგინეთ, არის ერთგვარი გენეტიკური გვარი, რომელიც მხოლოდ მამის ხაზით გადაეცემა. ეს გვეხმარება, რომ მივყვეთ ჩვენი წინაპრების მიგრაციის გზებს ათასობით წლის წინ. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი გენეტიკური პასპორტია შორეულ წარსულში. აი ამ სლაიდზე კი მართლაც ძალიან საინტერესო რამ ჩანს. ქართულ გენოფონში ორი მთავარი მოთამაშე გვყავს. ესენია ჰაპლოჯგუფები J2 და G2A. დააკვირდით, ისინი ერთად მოსახლეობის 60%-ზე მეტს შეადგენენ. კარგად დაიმახსოვრეთ ეს ორი ასო G და J, იმიტომ რომ ისინი ჩვენი ისტორიის მთავარი გმირები არიან და მალე ისევ შეგვხვდებიან. კავკასიაში შეიძლება ითქვას, რომ გეოგრაფია მეფეა. ეს ციტატა ამას იდეალურად ხსნის. ის გვეუბნება, რომ მაღალმა მთებმა და ღრმა ხეობებმა შექმნეს ისეთი ბუნებრივი ბარიერები, რომლებიც მოსახლეობები ათასობით წლის მანძილზე ერთმანეთისგან იზოლაციაში ამყოფეს. და ამან თავის მხრივ ენაზე და კულტურაზე მეტად სწორედ ჩვენი გენეტიკა განსაზღვრა და უნიკალური გენეტიკური სურათის შექმნა. ამის საუკეთესო მაგალითი იცით სად გვაქვს? თავად საქართველოში, კავკასიონის ქედი, ფაქტობრივად ქვეყანას ორ გენეტიკურ ზონად ყოფს. დასავლეთით, მაგალითად სვანეთში, მოსახლეობის თითქმის 80% G2A ჰაპლოჯგუფს მიეკუთვნება. ეს ის ხალხია, რომელიც გამყინვარებას გადაურჩა. აღმოსავლეთით კი, მაგალითად თუშეთში, J2 დომინირებს, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან წამოსულ პირველ მიწათმოქმედებს უკავშირდება. მაშასე, ჩვენ დავადგინეთ ქართული გენეტიკური ხელწერა. ეს არის G და G. ახლა კი დროა იტალიაში გავემგზავროთ და ვნახოთ, გამოჩნდებიან თუ არა ჩვენი გმირები იქაც. უნდა იცოდეთ, რომ იტალია გენეტიკურად კავკასიაზე არანაკლებ რთული და მრავალფეროვანი რეგიონია, ნამდვილი გენეტიკური გზაჯვარედინი. და იცით რა არის საოცარი? საქართველოს მსგავსად, იტალიის გენეტიკური ისტორიაც გეოგრაფიამ დაწერა. აი რუკაზე კარგად ჩანს, რომ ალპები ჩრდილოეთიდან და აპენინის მთები, რომელიც ნახევარკუნძულს შუაზე კვეთ, ბუნებრივ ბარიერებს ქმნიდა. სწორედ ეს ბარიერები გახდა იტალიაში ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის მკაფიო გენეტიკური დაყოფის მიზეზი. ეს ცხრილი ამ დაყოფას თვალნათლივ გვიჩვენებს. აბა, შეხედეთ, ჩრდილოეთ იტალიაში R1B დომინირებს. ეს ტიპიური დასავლეთ ევროპული მარკერია. სარდინია, როგორც ყოველთვის, უნიკალურია თავისი E2A1-ით, მაგრამ კარგად დააკვირდით სამხრეთ იტალიას. ხედავთ ამ ასოებს? დიახ, ეს ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ჰაპლოჯგუფებია, G და J2. ჩვენი ქართული მოთამაშეები იტალიის გენეტიკურ რუკაზეც გამოჩნდნენ. აი ეს არის ჩვენი პირველი სერიოზული სამხელი. ეს არ არის უბრალო დამთხვევა. სწორედ ის გენეტიკური მარკერები, რომლებიც კავკასიაში ასე დომინანტურია, სამხრეთ იტალიის გენეტიკურ მოზაიკაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ამ ორ რეგიონს შორის უძველესი კავშირი არსებობს. ახლა მთავარი კითხვაა, როგორ და როდის მოხდნენ ისინი იქ? ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, სოფლის მეურნეობის რევოლუციას უნდა მივმართოთ. სწორედ პირველმა ფერმერებმა დატოვეს ის გენეტიკური ნაკვალევი, რომელიც დღეს ჩვენს ორ რეგიონს აერთიანებს. და ეს რუკა, მეგობრებო, ამ კავშირის ბრწყინვალე ვიზუალური მტკიცებულებაა. ეს არ არის თეორია, ეს არქეოლოგიური ფაქტია. რუკაზე წითლად აღნიშნულია უძველესი სამარხები, სადაც G ჰაპლოჯგუფის მატარებელი ადამიანების ნაშთები იპოვეს. დააკვირდით მათ მიგრაციის გზას. ის იწყება ჩვენს რეგიონში, კავკასია ანატოლიაში და პირდაპირ იტალიისკენ მიემართება. ეს არის ჩვენი ფერმერების გენეტიკური ნაკვალევი. რას ნიშნავს ეს?
წარმოიდგინეთ, G ჰაპლოგრუპი, რომელიც ასე გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, არის იმ ხალხის გენეტიკური ხელწერა, რომელმაც ევროპას ცივილიზაციის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა, მიწათმოქმედება მოუტანა და მათი ისტორიული გზა პირდაპირ იტალიაზე გადიოდა. EDM-ის ისტორია ძალიან საინტერესოა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ნახევარი ამბავია. ახლა კი დროა. წარმოგიდგინოთ გადამწყვეტი მტკიცებულება, რომელიც ამ უძველეს კავშირს უკვე საბოლოოდ დაადასტურებს და ასე ვთქვათ, წერტილს დაუსვამს. ეს არის აუტოსომური დნეიმის კომპონენტი. Y დნეიმისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ მამის ხას მიყვება, აუტოსომურ დნეიმს ორივე მშობლისგან ვიღებთ, რაც სრულ გენეტიკურ სულაც გვიჩვენებს. CHG, ანუ კავკასიელი მონადირე შემგროვებლების გენეტიკა, არის პირდაპირი და უტყუარი კავშირი კავკასიის უძველეს მოსახლეობასთან. ეს ჩვენი რეგიონის გენეტიკური სავიზიტო ბარათია. ასე რომ გადამწყვეტი მომენტი სწორედ ეს არის. ეს დიაგრამა ჩვენი კვლევის კულმინაციაა. კარგად დააკვირდით, ჩრდილოეთ იტალიელებსა და სარდინიელებს ამ კომპონენტის ძალიან მცირე წილი აქვთ. ახლა კი შეხედეთ სამხრეთ იტალიელების სვეტს, ის გაცილებით მაღალია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ კავკასიელი მონადირე შემგროვებლების გენეტიკის მნიშვნელოვანი წილი აქვთ. ეს არის პირდაპირი გაზომვადი გენეტიკური ხიდი კავკასიასა და სამხრეთ იტალიას შორის. და აქვე ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს კავკასიური კომპონენტი უნიკალურია სამხრეთ იტალიისთვის. ის სრულიად განსხვავდება იმ სტეპური მიგრაციებისგან, რომლებმაც ჩრდილოეთ ევროპა ჩამოაყალიბეს. სწორედ ეს ორმაგი ისტორია განაპირობებს იტალიის უნიკალურ გენეტიკურ თავისებურებას და მის ცნობილ ჩრდილოეთ სამხრეთის დაყოფას. ახლა როცა უკვე ყველა ნაწილი შევაერთეთ, Y-დნმ-ის ნაკვალევი და აუტოსომური მტკიცებულება, დროა სრული სურათი ავაწყოთ. მოდით შევაჯამოთ, როგორ იქსოვება ეს ერთი შეხედვით დაუკავშირებელი გენეტიკური ძაფები ერთ საერთო და 1000-წლოვან ისტორიად. ყველაფერი იწყება კავკასიაში, სადაც უძველესი G ჰაპლოგრუპი და CHG გენეტიკა ყალიბდება. შემდეგ, ნეოლითის ეპოქაში ამ გენების მატარებელი ფერმერები ევროპისკენ მიემართებიან და იტალიაში სახლდებიან. ამის შემდეგ კი გეოგრაფია, ანუ მთები ორივე რეგიონში ამ უძველეს გენეტიკურ მემკვიდრეობას, ასე ვთქვათ, აკონსერვებს. შედეგად ვიღებთ საერთო ისტორიას, რომელიც ერების ჩამოყალიბებამდე დიდი ხნით ადრე პირდაპირ ჩვენს დნმ-ში დაიწერა. აი ეს ქრონოლოგია გვეხმარება, რომ ამ ისტორიის წარმოუდგენელი მასშტაბი გავიაზროთ. ჩვენ ვსაუბრობთ პროცესებზე, რომლებიც 20,000 წლის წინ დაიწყო და რომლის კვალიც ჩვენს გენებში დღესაც კი ცოცხლობს. და ბოლოს თავარი დასკვნა. ეს არ არის ამბავი თანამედროვე პოლიტიკურ საზღვრებზე. ეს არის ამბავი საერთო პრეისტორიულ ფესვებზე. ეს არის ისტორია წინაპრებზე, რომლებიც შესაძლოა არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს, მაგრამ ერთი საგვარეულო კერიდან წამოვიდნენ და თავიანთი გენეტიკური კვალი დატოვეს, როგორც კავკასიის მთებში, ისე იტალიის მზიან სანაპიროებზე. ეს კვლევა გვიჩვენებს, რომ ჩვენი დნმ ისტორიის უძველესი წიგნია, რომელიც საზღვრებს არ ცნობს. და ეს გვაიძულებს დავფიქრდეთ, თქვენს დნმ-ში რა უძველესი ისტორიები და მოულოდნელი კავშირები იმალება და კიდევ რა საიდუმლოებს აღმოვაჩენთ მომავალში. გმადლობთ ყურადღებისთვის.